შევკრიბეთ ქართული ოცნების ის დაპირებები, ის მთავარი გზავნილები, რაც ისმოდა 2011-12 წლებში. დამიკონკრეტეთ ჩემი გამონათქვამი, ან ჩემი პარტიის წევრების გამონათქვამი, რომ ჩვენ დავპირდით და ვერ ვაკეთებთ. შეიძლება მართლაც ევროპას გავაოცო ისეთი დემოკრატია შექმნა საქართველოში. მე გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა თავს დაახსებს გაჭირვებას. მე გპირდებით, რომ ჩვენ შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს. პენსია არანაკლები იქნება, ვიდრე საარსებო მინიმუმია. ხალხი გაკვეთრებული არ აქვს რეალური შემოსავალი და შესაბამისად გადასახადები ძალიან ძიმედ ვირთად აწევს დღეს მოსახლეობას. ის რომ ელექტროენერგია დღეს ევროპული საშუალო ფასია და ის რომ სხვა გადასახადების თუგნებავთ გაზის გადასახადიც ევროპულს უთანაბრდება ლამის, აი ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ესეთი დონის გადასახადები რაც საქართველოში არსებობს, ხვალიდანვე შეიძლება ამის განახევრება. რა თქმა უნდა, სოციალური გადასახადები აუცილებლად შემცირდება ჩვენი მოსვლიდან. ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ რეალურ ზღვარს. ცხადია ეს ზღვარი აღარ იქნება დამამცირებელი. პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე რეალური საარსებო მინიმუმია. ჩვენ გავაორმაგებთ სოციალურ დახმარებას. წლის ბოლომდე მე ვფიქრობ, რომ 60-ის ნაცვლად 100-ზე მეტი საწარმო, ახალი საწარმოს დაფინანსება მოხერხდება. გამარჯვებისთანავე, საარჩევნო ბლოკი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება განახორციელებს პროგრამას ღირსეული დასაქმება ყველას, რაც გულისხმობს ყველა რეგიონში 1000-ზე მეტი საწარმოს გახსნას. ყველას ექნება საშუალება იაფი, ხელმისაწვდომი და ხანგრძლივი ფულის 10 წელი და 10-დან 20 წლამდე არანაკლები 10 წლისა საშუალება იქნება ფულის და ეს იქნება უმეტესილად უფასო და სადაც იქნება პროცენტი იქნება 1, 2 და მაქსიმუმ 3% იქნება გადასახადი მაქსიმუმ და უმეტესი წილი იქნება ეს იქნება უფასო ფული. კოალიციის ერთ-ერთ საბჭოზე უეცად გავაკეთე განცხადება და უეცად მოუყევი როგორ მაქვს დათვლილი უკვე რამდენი ფული ჭირდება და რა არის საჭირო იმისთვის რომ თქვენ სახლებში დაბრუნდეთ. ამისთვის საჭირო იქნება დაანგარიშებული მაქვს არანაკლები 4-ისა და არა უმეტეს 6 მილიარდი დოლარისა და ამის შესაძლებლობა არსებობს. ჩვენი პირადი თუ გარედან დახმარებაც იოლი იქნება. ძალიან ბევრი სახლი იქნება ასაშენებელი და რეალურად უნდა აშენდეს არანაკლები 100,000-ზე მეტი სახლისა. საშუალო ევროპული ტიპის წელიწადი მოვანდობეთ ელიტური ჯიშის კარტოფილის თესლი რომ გამოგვიყვანა და გაისისთვის იმდენი გვაქვს რომ მთელ საქართველოს ეყოფა და დაურიგებთ უფასოდ. ქართულ ოცნებას დაგეგმილი აქვს აღორძინოს ქართული სოფელი და ამისათვის შექმნას 1 მილიარდიანი ფონდი. პრობლემები არის გაცვლით კურსთან დაკავშირებით და ვფიქრობ რომ დროებითი. მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ. იმაზე მეც ვაკეთებთ, აი ეს პრეტენზია მაქვს მე. რაც დავპირდით, იმაზე მეც ვაკეთებთ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავაოცო ისეთი დემოკრატია შექმნა საქართველოში.